იმ ფლანგს მიხეილ სააკაშვილის ყოფილ მომხრეებს ადამიანებს რომლებიც თავის ლიბერალებს უწოდებენ თუმცა ლიბერალების სინამდვილეში არ არიან საერთოდ გაუგებარია რა პოზიციები აქვს და ვინ არიან ამ ადამიანებს ძალიან სურთ მთელ ქვეყანას აბრალებენ პრორუსულობას ისინი გვაცხადებენ ჩვენს რუსეთის აგენტებად ქართულ ოცნებას აცხადებენ რუსეთის აგენტებად და ყველას აცხადებენ რუსეთის აგენტებად ვინც მათ აზრებს საკმაოდ ბუნდოვან და გაუგებარ სხვათა შორის მათ აზრებს არ იზიარებს მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ ჩვენ ყველანი ვართ რუსეთის აგენტები ახლა რაც შეეხება ქართული ოცნება რომელთანაც ჩვენ ოპოზიციაში ვართ და დაპირისპირებულები ვართ ქართული ოცნება არ არის პრორუსული ძალა ტყუილია ეს არც პრორუსული ძალა არა არც პროამერიკული არც პროთურქული ძალა არ არის და არც პროირანული და არც პროჩინური და საერთოდ ეს არის პოლიტიკური ჯგუფი რომელიც ქმნის კი არა უკვე შექმნა ფეოდალური მონათლობელური სახელმწიფო სადაც ჩვენ სამწუხაროდ ვართ ყმაგლეხების და მონების როლში და თვითონ ესენი არიან დიდი ფეოდალების როლში ეს არის 24,000 კაცი რომელმაც მთელი ქვეყნის ეკონომიკა ჩაიგდო ხელში ეს არის 0.7% მოსახლეობის და 99.3% ყავს ყმობაში და მონობაში აი ესეთი ძალაა ესენი ნებისმიერი მონათლობელური სისტემა ღებულობს კანონებს დასმენების შესახებ, სადაც სრულ დასმენების ბრალდებით ადამიანებს აპატიმრებენ, იმ ადამიანებს აპატიმრებს, რომელიც მას არ მოწონს ჯაშუშობის ბრალდებით, ხელს უშლის ადამიანებს მიტინგების მოწყობაში, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ეს ძალა არ თანამშრომლობს საერთაშორისო საზოგადოებასთან, ცდილობს ითანამშრომლოს, ოღონდ იმ ფარგლებში, რომ შეინარჩუნოს საკუთარი მონათლობელური წყობა. ქართული ოცნება თანამშრომლობს ნატოსთანაც, ცდილობს ითანამშრომლოს ამერიკასთანაც, რუსეთთანაც, ჩინეთთანაც, თურქეთთანაც, ისრაელთანაც, ყველასთან. ირანთანაც მრავალ კომბინაციურ თამაშს თამაშობს. ხან ზედმეტად უჭერს ხარს ირანს და ზედმეტად ლანძღავს ისრაელს, ხან პირიქით ზედმეტად ლანძღავს ამერიკას და ნაკლებად რუსეთს, ხან რუსეთს ლანძღავს ზედმეტად და ნაკლებად ამერიკას. იქიდან გამომდინარე საკუთარი ტაქტიკა როგორ მოითხოვს. და აი ეს სააკაშვილები და ეს ვითომ ლიბერალები ცდილობენ ამათ რუსეთის აგენტებად წარმოჩენას, რაც სწორი არ არის. ამათი მთავარი სქემა არის, მთავარი გზავნილი, მარტივი, ესენი ეუბნებიან ამერიკას. აი ჩვენ ვართ მონათლობელური სახელმწიფო, ჩვენ ვფლობთ, ჩვენ ვართ აქ ხელმწიფეები. ვითანამშრომლებთ ჩვენთან, ოღონდ უნდა მიგვიღო ჩვენ ხელმწიფეებად. და დასავლეთი ეუბნება, რომ არ მიგიღებთ, ჩვენ არ გსურს რომ თქვენ იყოთ ხელმწიფეები, ჩვენ გსურს რომ საქართველო იყოს დემოკრატია. აი ამიტომ აქ არის მთელი წინააღმდეგობანი, არა პრორუსულობაში, პროამერიკულობაში, პროთურქულობაში, მხოლოდ აი ამაში არის მთელი წინააღმდეგობანი და თუ ამას საზოგადოება გაიაზრებს, კარგი იქნება. ეხლაც ამერიკის შეერთებული შტატებიდან ჩამოსული იყო დელეგაცია, სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლები იყვნენ, შეხვედრები ჰქონდათ ხელისუფლებასთან, აქეთ ფლანგთან, არასამთავრობო სექტორთან და ეხლა იწყებენ განვითარებას იმ აზრების, რომ აი ახალი ფურცლიდან უნდა დავიწყოთ რაღაცის აშენება შეერთებულ შტატებთან და სინამდვილეში ეუბნებიან ამას, რომ ნელ-ნელა შეეგუეთ იმას, რომ ვართ ასეთები, ვართ ასეთი სისტემა და მიგვიღეთ ასეთი. არ შეეგუება ამას დასავლეთი და რაც თქვი იმას ვამბობ, დასავლეთში დიდი მოძრაობაა, რომელსაც ესენი ჩვენ არ გვიმხელენ, ეს არის მოძრაობა, რომ ეს ქვეყნები ერთიანდებიან ამათ წინააღმდეგ და მე გეუბნებით, რომ ხააგამდე მივა ამათი საქმეები, ნახავთ თქვენ და ჯობია ეს გააცნობიერონ და რაღაცა ნაბიჯები გადადგან, რომ ეს არ მოხდეს. აი ეს ურჩევნია ამათ.